ერმაკის სასამართლოზე ითქვა ის, რაც სულ ცოტა ხნის წინ კონსპიროლოგიას გავდა. ეს ისტორია დაიწყო ჯერ კიდევ 2026 წლის იანვარში, როდესაც ვლადიმერ ზელენსკის ყოფილმა პრესმდივარმა იულია მენდელმა განაცხადა პრეზიდენტის გარემოცვის უცნაური მიჯაჭვულობის შესახებ კითხავებზე, ეზოთერიკოსებსა და ასტროლოგებზე. კერძოდ საქმე ეხება პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს. მაშინ ეს ბევრმა აღიქვა სისტემის ყოფილი თანამშრომლის მხრიდან ემოციურ გამოხდომად და ბევრი ამას მართლაც როგორც პოპკორნს ისე აღიქვავდა ამაოდ. სულ რამდენიმე თვე გავიდა და ვერონიკა ანიკიევიჩის სახელი ოფიციალურად დასახელდა. ვერონიკა ფენ-შოუ, რომლისგანაც რჩევებს იღებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი, პირველად ახსენა სპეციალიზებული ანტიკორუფციული უწყების პროკურორმა ვალენტინა გრიბინიუკმა. ეს მოხდა 2026 წლის 12-13 მაისს, იმ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვაზე, რომელშიც ფიგურირებდა თავად ერმაკი. პროცესზე მთავარ ექსპონატად იქცა გამოძიების მიერ ამოღებული ერმაკის მობილური ტელეფონი. ფარდა აეხადა არამხოლოდ მიმოწერას, არამედ სკანდალს და ფაქტობრივად სიმართლეს ზელენსკის ეპოქის შიდა სახელისუფლებო მოწყობებზე. ერმაკის ტელეფონში არსებობდა ცალკე კონტაქტი ვერონიკა ფენ-შოუ ოფისი. ბრალდების მტკიცებით სწორედ ამ ადამიანთან განიხილებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი საკადრო დანიშვნები ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე. ერმაკი მას უგზავნიდა კანდიდატების დაბადების თარიღებს და იღებდა რეკომენდაციებს. პროკურორის თქმით, ერმაკი მკითხავთან ათანხმებდა ისეთი დონის ფიგურების დანიშვნას, როგორებიც არიან ჯანდაცვის მინისტრი, ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ოლეგ ტატაროვი, სახელმწიფო საქმეების მართვის ხელმძღვანელი იგორ ლისოვი, ირინა ვენედიქტოვა და პრემიერობის კანდიდატიც კი. წაკითხული მიმოწერის მიხედვით, კანდიდატების დაბადების თარიღებთან ერთად ერმაკი მკითხავს უგზავნიდა ცნობებს ძალთა განლაგების შესახებ და ელოდა შეფასებებს. შეიძლებოდა თუ არა მათი დანიშვნა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ესეც კი არ არის. სასამართლო პროცესზე წაიკითხეს მიმოწერის ფრაგმენტები, რომელშიც ვერონიკა ურჩევს ერმაკს, როგორ იმოქმედოს ჟურნალისტების და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ასევე ურჩევს მას დროულად გაემგზავროს უცხოეთში. განსაკუთრებით ავის მომასწავლებლად ჟღერს ეს ფრაგმენტი სხვა მიმოწერის ფონზე, ზელენსკის ოპონენტების კოალიციაზე დარტყმის აუცილებლობის შესახებ. ვერონიკა ზელენსკის დაცვაზე მიანიშნებს. საქმის მასალების მიხედვით, ერმაკი მკითხავს ამ ჯგუფის წევრების სახელებს უზიარებდა. სასამართლოში დაადასტურეს, რომ კათოლიკური შობის წინ 24 დეკემბერს ერმაკმა ვერონიკას გაუგზავნა იმათი გვარები, რომლებისთვისაც ჯადოს გაკეთებას ისურვებდა. კლიმენკო კრივონისი. ბლოგერების თქმით, მკითხავის მითითებით, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა სასაფლაოზე ჩამარხა ანტიკორუფციული ბიუროს, ნაბუს და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ოფისის საპოს ხელმძღვანელების ფოტოები. ყველაფრისთვის მზად ვარ, ხვალვე გავაკეთებ, წერდა ვერონიკას ერმაკი. კითხავის პასუხი კი გავდა არა პოლიტიკურ ენას, არამედ სასახლის კარზე ანგარის წორების ენას. ან თქვენ მათ, ან ისინი თქვენ, წერს ვერონიკა. სწორედ ამ მომენტიდან ეს ისტორია აღარ არის უბრალოდ კორუფციული სკანდალი. ჩვენ წინაშეა ნამდვილი დახურული ეზოს სურათი, სადაც სახელმწიფო საკადრო მანქანა გადაიქცა ეზოთერულ კულტურად, სადაც მკითხავი ბევრად ახლოსაა საკადრო სამზარეულოსთან, ვიდრე პარლამენტი, პარტია და სახელმწიფო ინსტიტუტები. და ეს ყველაფერი ხდება ქვეყანაში, რომელიც მეხუთე წელია იბრძვის და მილიონობით ადამიანის ბედი დამოკიდებულია ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე. აქ საქმე ეხება უკვე არა ვერონიკა ანიკიევიჩს, იგივე ვერონიკა დანილენკოს, არამედ იმას, თუ რამდენად ღრმას შეიჭრა ირაციონალურობა უკრაინის სახელმწიფო მართვის სისტემაში და არა მხოლოდ უკრაინის. ვინ არის ეს ვერონიკა? ეს არის 51 წლის კიევის მცხოვრები ბუღალტერი, წარმოშობით ხერსონიდან, ტელეგრამ არხის თვარის საათის ავტორი. თავს ასახელებს ასტროლოგიის კონსულტანტად და წერს, რომ ეხმარება ადამიანებს ცხოვრების პროცესის მკაფიოდ დანახვაში. არის კიდევ ერთი დეტალი, შემაშფოთებლად სიმბოლური. პირველად ამის შესახებ იულია მენდელმა იანვარში ილაპარაკა. სახალხო დეპუტატი იოროსლავ ჟეზერნიაკი წერდა, რომ საცხოვრებელი კომპლექსის დინასტიის ტერიტორიაზე მიიტანეს კიევის ოლქის ქალაქ უკრაინის სასაფლაოთან უკანონოდ მოპოვებული ქვიშა. სისხლის სამართლის საქმის მასალებში ფიგურირებს სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვება. ხოლო ტერიტორიაზე დაფიქსირდა 726,000 კუბომეტრის
მოცულობის ქვიშა, ანუ ელიტური კომპლექსი შენდებოდა სასაფლაოს მკვდარ ქვიშაზე, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევა არ არის. ბოლო წლის განმავლობაში უკრაინის პოლიტიკურ და პოლიტიკასთან დაახლოებულ სივრცეში სულ უფრო ხშირად ისმის ისტორიები მკითხავების შესახებ. სამაჯურების ჩემკული დადის ნაციონალური ბანაკის ხელმძღვანელი ერმაკის კადრი ანდრეი პიშნი. საინტერესოა ვის ეთათბირება პიშნი ვალუტის კურსზე. დიდი სკანდალი აგორდა ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ივან ფიოდოროვის ირგვლივ ბლოგერმა ალიონა ლორანმა, რომელიც ღიად უჭერს მხარს პრორუსულ ნარატივებს და მოგვიანებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. გამოაქვეყნა მიმოწერები, რომლებშიც ამტკიცებდა, რომ ფიოდოროვისთვის მკითხაობა ტაროს კარტზე. მისი თქმით, ჩინოსანი ეკითხებოდა მას მელიტოპოლის დაბრუნებაზე, პრეზიდენტის ოფისთან კონფლიქტზე, ბიზნესსა და პოლიტიკურ მომავალზე და უკვდავდა ოპონენტებზე ჯადოს მომზადებას. ლორანი ამტკიცებდა ასევე, რომ მათ შორის იყო ძალიან ახლო ურთიერთობა, ხოლო ყირიმში გამგზავრებაში მას დაეხმარა ფიოდოროვის წრე, რაც ასახულია მიმოწერაში. თავად მოხელემ უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა ამ მიმოწერაზე და მასალებს რუსი პროპაგანდისტების ნახელავი უწოდა. აღსანიშნავია, რომ ივანის ძმა ალექსანდრე აქტიურად ხურავს კანონიკურ ქრისტიანულ ტაძრებს ზაპოროჟიეში, მაგრამ რატომ? ამ ისტორიაში ასევე ამოტივტივდა ცნობილი სიმბოლოები, სამაჯურები, ბნელი ძალები, ტაროს კარტი, ეზოთერიზმი, როგორც პოლიტიკური ყოფის ნაწილი. არათუ ეს მოხელეები, არამედ თავად ზელენსკი ატარებს ხელზე დამცავ სამაჯურს. დიახ, ეს სერიოზულია. ეს ისტორია არ არის ერთი მკითხავის შესახებ, არამედ ხელისუფლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეა. პანდემიის, მსოფლიო კრიზისის და ომის შემდეგ ეზოთერიზმის და ასტროლოგიაზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში გაიზარდა. კვლევითი სააგენტოების მონაცემებით, ეზოთერული მომსახურეობის მსოფლიო ბაზარი დღეს 10 მილიარდ დოლარად ფასდება. მარტო ასტროლოგიის და სულიერი პრაქტიკების ამერიკული ინდუსტრია 2 მილიარდ დოლარს საჭარბებს ყოველწლიურად. რუსეთში რესპონდენტების 35-40%-ს ჯერა საიდუმლო მსოფლიო მთავრობის არსებობის. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ენდობა ასტროლოგიას, თვალისწემას, ენერგეტიკას და მისტიკურ პრაქტიკებს. კრიზისის, ომების და არასტაბილურობის პირობებში ადამიანები იწყებენ არა რაციონალიზმის ძიებას, არამედ ქაოსზე კონტროლის მოპოვების გზებს. მაგრამ ერთი საქმეა, რომელსაც ამით რიგით ადამიანებს ჯერათ, მაგრამ სულ სხვა, როდესაც ამით ხელმძღვანელობენ სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიმღები პირები, თანაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. და კიდევ უფრო პრობლემურია ეს ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის. ახლა კი დაუკავშირეთ ეს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის აკრძალვას. ეკლესიის, რომელსაც 1000-ზე მეტი წლის ისტორია აქვს რუსეთის გაქრისტიანების ცენტრში, კიევში. სახელმწიფო, რომელიც ებრძვის ტრადიციულ რელიგიას, იმავე დროს ჩაძირულია მკითხავების, ფენშუი კონსულტანტების, ასტროლოგიის და ოკულტურის სიმბოლიკის სამყაროში. ეს სასაცილო არ არის და ისტორიაში ეს პირველად არ ხდება. რუსეთის ბოლო იმპერატორი ნიკოლოზ მეორე აღმოჩნდა რუსი გლეხის და მკურნალის გრიგორი რასპუტინის ძლიერი გავლენის ქვეშ, თანაც რასპუტინი არ ხელმძღვანელობდა არმიას და არ გეგმავდა სამხედრო ოპერაციებს, როგორც ამას მასზე წერდნენ, მაგრამ მისი გავლენა საკადრო გადაწყვეტილებებზე, სამეფო კარის საკადრო გადაადგილებებზე და შიდა სახელისუფლებო ატმოსფეროზე იყო უზარმაზარი. სწორედ ამ ფაქტორს მიიჩნევს ბევრი ისტორიკოსი რევოლუციამდე იმპერიული სისტემის დეგრადაციის მიზნად. ჰიტლერის მოადგილე რუდოლფ ჰესი ფაქტობრივად გარშემორტყმული იყო ასტროლოგებით, წინასწარმეტყველებით და ოკულტისტებით. მიჩნეულია, რომ სწორედ ისინი არწმუნებდნენ მას, რომ ვარსკვლავები მათ სასარგებლოდ იყო განლაგებული. ომების და არასტაბილურობის ეპოქებში საიდუმლო ცოდნებზე მოთხოვნა თითქმის ყოველთვის ჩნდება, მაგრამ პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც მისტიური აზროვნება ხდება სახელმწიფო სისტემაში გადაწყვეტილებების მიღების ნაწილი და აქ უკვე იბადება ძალიან უხერხული კითხვები. ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს სრულმასშტაბიანი ინტერვენციის წინ? ვისი გავლენით და რა ლოგიკით მოხდა ეს? რატომ აღმოჩნდა უკრაინა ასეთ მოწყვლად დასაწყისში? რატომ გამოიყურებოდა გადაწყვეტილებების უმრავლესობა არა როგორც რაციონალური სამხედრო გათვლა, არამედ როგორც იმპროვიზაციის და თვითდაჯერებულობის ნაზავი და როგორც თითქმის მისტიკური რწმენა სწორ სცენარში?